უმადურობა ახსენე რა, უმადურობა ახსენე და ალბათ დღევანდელ საქართველოში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სიტყვაა და სხვათა შორის წაკითხული მაქვს რა, რომ ესე იგი თბილისიდან რომ მიდიოდა დილის 9 საათზე გავიდნენ ოლღა და ილია საგურამოში. ხო და ეს ის პერიოდია უკვე რომ აი 70 წლის არის გრძმოხუცებულია თან ძალიან ესეთი გული აცრუებული ყველაფერზე აი მთელ ამ სიტუაციაზე და ოლღა იხსენებს რომ მთელი გზა წამე 5 საათ ნახევარში თბილისიდან წიწამურის საგურამამდეც ვერა წიწამურის გადასახვევამდე ჩავიდნენ სადაც გაჩერდნენ რომ წყაროზე წყალი უნდა დაელიათ 5 საათ 9 საათზე იყვნენ გამოსულები დილას და 2-ის ნახევარზე მოხდა ეგ ამბავი რა ჯერ მარტო რამხელა ამბავი ჭირდებოდა ეგ და მთელი გზა იძახდა რომ უმადურობა აი ამ სიტყვით მოკვდა ილია რა ამ სიტყვით მოკვდა უმადურობით და ზუსტად აი ეს უმადურობის მსხვერპლი გახდა კი უმადურობის მსხვერპლი გახდა კი რა ის ვინც შეძლო და მოისყიდა იმ ადამიანს ხომ ადლიერების განცდის უნარი არ ქონდა და იმიტომ გააკეთა ეს. ამიტომ არის ყველაზე დიდი ცოდვა და ყველაზე საშინელება, როცა დაუნახავი და უმადური ხარ ადამიანი და ალბათ ყველა ადამიანმა თავის თავში უპირველეს ყოვლისა ეს უნდა აღმოფხრას და თან რაც მთავარია, იცი, როდესაც ადამიანების კრიტიკას იწყებ ძალიან კარგად გამიგო მინდა და რაღაც ხვანაერად და ჩვენ მომსმენელმაც რა თქმა უნდა. მე ყოველთვის ვითვალისწინებ ხოლმე რომ აი ადამიანი უნდა გავაკრიტიკო და ყოველთვის გადავხედავ რომ ჩემი ქვეყნისთვის იმას ჩემზე მეტი აქ თუ არა გაკეთებული. და თუ ვფიქრობ რომ იმ ადამიანს რაღაცა იმაზე მეტია გაკეთებული ვიდრე მე გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის მიჭირს იმ ადამიანის კრიტიკა იმიტომ რომ მე არა ვარ იმისი ღირსი რომ ვისაც ჩემზე მეტი აქვს ჩემი ქვეყნისთვის გაკეთებული იმას ის ვაკრიტიკო და როდესაც ეს ადამიანები რომლებსაც ქვეყანაზე არაფერი უკეთებიათ ეხლა არ დავაკონკრეტებ ეს აკაცუკობაა თუ რა ჯანდაბა რა მნიშვნელობა აქვს როცა არაფერი გიკეთებია შედალოცვილო ქვაქვაზე არ დაგიდია შენი ქვეყნისთვის საკუთარი თავის გარდა და შენი აკვიატებული სურვილების თუ მიზნების გარდა არაფრისთვის გიმსახურია ქვეყანაში როგორ შეიძლება ხმა ამოიღო ადამიანებზე და ილაპარაკო რომლებმაც ტაძარი დაუდგეს ქვეყანას ისეთი რომლის მსგავსი არ მდგარა რომ თუნდაც სიდიდით თუნდაც როცა გებულობ რომ ვიღაცა ადამიანი არსებობს მე სამაგალითად საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო ვიძნევა საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო და გავიგე რომ ეს ადამიანიო ძველ ტაძრებს აღადგენსო და იცი ოცნებად ქონდა გადაქცეული რომ მე ნახა ისე არ მომკვდარიყავი რომ ადამიანი რომელიც ჩემი ქვეყნის ისტორიას ესე ეპყრობა რომელიც ჩემ ტაძრებს სადაც მე ერთი ღვთისმსიყვარულით და მეორე კომუნისტების ჯინაზე დავდიოდი და ვლოცულობდი იმაზე ზრუნვა ვიღაცამ დაიწყო პატრიარქის გარდა ეს ადამიანი დამანახა ეს და როგორ შეიძლება რომ ეს უცბად ეს გადავშალო არ მახსოვდეს და ის მახსოვდეს რომ მისმა ჩინოვნიკმა ფული მოიპარა ის რომ მოიპარა ქრისტეს ყავდა იუდა ხო კი ბატონო და რომ მოიპარა ჩვენ ყველა ცოდვილები ვარ და ყველა სხვადასხვა ცოდვები გვაქვს და და ჯერ ესეთი რომ მოიპარა ამას ებრძვის ხო ამას ხო არ ახალისებს ამასთან ბრძოლა მარტივი ხო არ არის ხო ნუ ეს კიდე ცალკე თემაა მაგრამ აი მისი განცდა რო არა გაქვს რომ შენზე მეტის გამკეთებელის მიმართ მოკრძალება და დაფასება გქონდეს ეს არის ის უზარმაზარი ცოდვა, რასაც უმადურობა ქვია და რა კარგი პარალელი იყო, რომ რას ემსხვერპლა ილია ემსხვერპლა უმადურობას. და აი ამისგან ჩვენ მართლაც გენიალური ერი ვართ და რო გადახედო, კი უარყოფითიც საშინლად დიდი გვაქვს, მაგრამ რამხელა პოტენციალის
ერი ვართ, რომ სოფლიო ფიგურები შეგვიძლია ვშვათ, ხო? კი ბატონო. გინდა დადებითი კუთხით, გინდა ვარ ასეთი პოტენციის ერი ვართ და ყველაზე დიდი ნაკლი, რომელიც გვაქვს ერში, აი რასაც მე დღეს უყურებ ამ 14 წლის განმავლობაში, ეს არის უმადურობა და თუ ამისგან განთავისუფლდებით, ალბათ ძალიან ბევრს მივახწევთ ცხოვრებაში, როგორც ქვეყანა და როგორც ერი. მთავარი არის, რომ აი ეს დავძლიოთ ჩვენში და შეგვეძლოს სხვისი ღვაწლის დანახვა და დაფასება. არა ფანატიზმი, არა გაღმერთება, არა რაღაცა დიდი ამბები, სხვისას ვერ ვიტან ინტერნეტში რომ ვკითხულობ რაღაცა პათხალი მობის ელფერს რო ატარებს, მაგრამ დაფასება და იცოდე, აი თუნდაც სულ ვიხსენებ ხოლმე ვაჟას და ილიას შეკამათებას, ენას გიწუნებ აკაკის ხო შეკამათებას ვერც დაარქმევ, ხო ენას გიწუნებ შაველო პოეტო მაღალმთისაო თუც გვიგებ მაგალითებს ამ კითხველიც ამას მკისაო როგორი ფორმით, როდესაც კრიტიკა იყო საჭირო, როგორი ფორმას მიმართა აკაკიმ, ხო, როგორ ამაღლებულ ფორმას, რომ მთელი მისი სიდიადე იქ ჩადო და ისეთი ფორმით უთხრა, რომ რაღაცა არ მომწონსო და ამას როგორი კრძალვით აკეთებს. ჩვენ ხო, ეს ხო ჩვენი წინაპრები არიან, ესენი ხო ჩვენი მაგალითები არიან და რატო არ შეიძლება რომ ჩვენც ასეთი ფორმით გამოვთქვათ? თუ რაიმე კრიტიკა გვინდა, თუ რაიმე სათქმელი გვაქვს, ახლა მე იმას კი არ ვიძახი, რომ არა, ყველაფერი უნდა როგორ შეიძლება ყველაფერი, იცით რამდენი რამე არაც არ მომწონს, მაგრამ ფორმა ხო უნდა მონახო ადამიანმა ისეთი ფორმით გამოთქვა, რომელიც არც შენ დაგაკნინებს და დაგამცირებს და არც იმ ქვეყანას, რომელი ქვეყნის შვილიც ხარ, ხო? აი ეს როცა გააქვს შენი წინაპრებისგან, აი ეს მოდგმა გაქვს და ეს მაგალითები გაქვს, რატომ არ შეიძლება რომ ეს გაითვალისწინო და ასეთი ფორმით იყო კრიტიკაში, მაგრამ სამწუხაროდ ეთყობა იდეალური ერი და იდეალური ხალხი არ არსებობს, არც ჩვენ ვართ და ნაკლსაც ხო უნდა ვატარებდეთ და ესეც ჩვენი ნაკლია.